გამარჯობა. ბატონი ჰამლეტი აქ არის? შეგიძლიათ დაუძახოთ ერთი წუთით? წევა პირველიდან ვარ ნადა. ეგრეთ წოდებულ დაზარალებულ უწყებებს შორის ლიდერი პარლამენტია. შენობა, რომლის მიმდებარე ტერიტორია სამ თვეზე მეტია, პროტესტის ეპიცენტრია. 2025 წლის 17 იანვარს გამოიკითხა პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. ისიც წერს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან დაზიანებულ ან განადგურებულ იქნა პარლამენტის ბალანსზე არსებული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა. 98,000 ზარალი როგორ დათვალეთ ბატონო ჰამლეტ? მე არ დამეთვლია მე. აბა ვინ დათვალა? საიდან შემოდიგებ. ბატონო ჰამლეტ, ჩამოვითვალეთ რა, ფარდები, ჟალუზები, კონდიციონერი. მე არ დამეთვლია და მე ბრძანდი. ვინ დათვალა აბა? მე ბრძანდი. ვინ დათვალა მითხარით? რა სიით იყავით პოლიციის განყოფილებაში მისული? თქვენს კაბინეტში ჩაყვეტეთ ბატონო ჰამლეტ? ვინ მოგცათ სია? აი რა ფურცლით მიხვედით პოლიციის განყოფილებაში? შეგიძლიათ მაჩვენოთ ეს ჩამონათვალი? მე ვერაფერს ვერ მოგცემ ჩამონათვალს. აბა რა ჩვენება მიეცით? მიბრძანდით მეთქი პასუხს აქცენტ გასაგებად. ბატონო ჰამლეტ, თქვენ ხო მიეცით პოლიციას ჩვენება? მიბრძანდით. პოლიციას თქვენ მიეცით ჩვენება? აბა რა არის გაყალბებული არის მე? ექსპერტიზა ჩაატარეს თუ თავად დაწერეს ციფრები. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თანამშრომელმა არ მოგვაწოდა. მაგრამ ჩვენებაში ის წერს. A, B და C კორპუსების ფასადებსა და შიდა პერიმეტრზე შეიცვალა დაზიანებული და ჩამსხვრეული 176 ერთეული მეტალოპლასმასის ფანჯრების მინა პაკეტი. ღირებულება 53,012 ლარი. შეიცვალა დაზიანებული ფარდა ჟალუზები, ფასი 8,327 ლარი. აღნიშნული ფარდები ძირითადად იყო დამწვარი და დახეული, ხოლო ჟალუზები დამტვრეული. შეიცვალა დაზიანებული ქსოვილის ფარდები. ღირებულება 9,550 ლარი. შეიცვალა სხდომათა დარბაზის, კენჭისყრის სისტემების და პარლამენტის ცენტრალური სასერვეროს დუმბლირებული სერვერის უწყვეტი ელექტრომომარაგების მოწყობილობის ოთახის პრეციზიული კონდიცირების დაზიანებული ერთი დანადგარი, რომლის ღირებულებად შეადგენს 27,293 ლარს. დანადგარები იყო დეფორმირებული და ვერ ახორციელებდა თავის დანიშნულებას.